ტაძრის ეზოში მამაკაცი ითხოვს წყალობას, სახეს ნაოჭი შეპარვია წლების შემყურეს, უსმენს ტაძარში მგალობელთა გუნდის გალობას და გამბოლელების ხელებს ჩუმად კრძალვით შეხურებს, საწყალს ძალღონე გამოლეულს არვინ უყურებს, ჰაერში სუნი მოიფანტა ნამიან მიწის, ამ ხალხის თვალწინ თუნდაც ფეხი გადაუბრუნდეს, ხელსაც არავინ შეაშველებს ხვდება და იცის. ითხოვს წყალობას, მუჭში უდევს სულორი გროში, დარდი და სევდა უსერავდა გულის ნაპირებს, ალბათ ფიქრობდა რად გავჩნდიო მე ისეთ დროში, სადაც წყალობის გაღებასაც არვინ აპირებს. თითქოს ჩემს გულში რაღაც ჩაწყდა, სევდა ვიგრძენი, ჩემს უნებურად გამიცივდა თითქოს ხელები, არადა ხალხი მოძრაობდა ირგვლივ იმდენი, ვით საშოვარზე გამოსული ჭიანჭველები. ჩემთვის ფიქრობდი შეიძლება ეს ღვთის გლახაკი, რომელსაც ფული, პურის ლუკმა არც კი ჰქონია, რადგანაც წლებმა შეარხია მისი ასაკი, სწორედ ის იყოს ვიზეც ვფიქრობ მე ვიც მგონია, იქნებ მე ვცდები და ჩემს სულში არის ქაოსი და თუ ასია მაშ მიიღეთ ჩემგან ბოდიში, იქნებ უფალმა გადაიცვა მისი სამოსი და სწორედ იგი მიყურებდა მადლის ლოდინში.